გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით როგორ ხართ? ხაი. რაღაცები გადავაადგილე და მოდი ახლა მოდი სანამ იმაზე გადავალთ სწორებაზე. სწორებაზე შევახედოთ იქიდან დავიწყოთ. შევახედოთ ეგ მომეცი. ახლიოს. შეხედე ბიჭო. არის კამფეთ. არის პაწუკა. ხო საყვარელია. მოკლედ ეს დრონი არის საკმაოდ კარგი. კიდე მინდა ხაზი გაუსვა რომ FedEx-ზე დგას ესეც. ამ კაცმა საერთოდ მიატოვა Petafly. დიახ. არ ვიცი რისი ან ვისი ბრალია, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ერთიც და მეორეც და მესამეც, ხო? მესამეზე გადაცდა რომ გასაყიდი ვერსია კეთდება ესეთი. ანუ თავისთვის რაც გააკეთა, ზუსტად ეგეთივე იქნება გასაყიდი ვერსია, რომელსაც Ready to Fly ერქმევა, ანუ გასწორებული, დაწუნებებული, გამართული, უბრალოდ იყიდი ელემენტ შეუერთებ და იფრენ უკვე ეს არის ეგ პატივცემული ეს ბრძანდება. ეს ყოფილა, ის მესამე თურმე სხვა ყოფილა. ანუ ერთი და იგივეა ყველა. ოღონდ ახლა უყურე, აქ განსხვავება რა არის? აქ გვაქვს ჩვენ O3 air unit-ი და ნუ FedEx-ის ფრენის კონტროლერი და ამ თავისთვის ბიჭმა 4-ზე აიწყო. არ ვიცი რა თუნდა 4, მაგრამ რა ვიცი, მაინც დააყენა რა. ცდიო. ხო, ეხა ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვათ ამას ხაზი, რომ ეხა სადაც ჩვენ ვგავართ აქ უბერავს და მიუხედავად იმისა, რომ ზეა, მაგრად აი საკაიფოდ ცივა რა და დრონისთვისაც ცუდია ეხა ეგ როდესაც ცივა. პარკით შეგვიძლია ხო უბერავს. ხო და ესეთ პატარა დრონისთვის, როცა უბერავს, ცოტა მურტალია რა. ხო და ჩვენ ეხა დავიწყებთ ამის უკეთ გასწორებულია ეს დრონები, ამ ფერის დაწყება არ უნდა. უბრალოდ რაღაც მინიმალური კორექცია. პატარა კორექტირებები ჭირდება. პატარა კორექტირებების შეტანა სავარაუდოდ იქნება აუცილებელი და რა, ხო, ნუ და გეცოდინებათ როგორ დაფრინავს, გეცოდინებათ როგორი ტიპია და გეცოდინებათ ალბათ ფასსაც გვეტყვის, ლევანს რა ძღირს ეს, ხო? რომ ანუ ამდენი რადგინა 3 ცალი. ერთი გაყიდე. კი, ერთს კი არა, ორს გავყიდი. და ზოგადად ვფიქრობ, რომ ანუ ესეთი ავაწყო ამ ჩარჩოზე, ყველაფერი იგივე იქნება, ანუ რაც ჩემთვის მინდა. იგივენაირად ვაწყობ ამ დრონსაც რა და ვინც მოისურვებს იმას რომ თქვა შეიძინოს უკვე ანუ ამისი პლუსები რა არის ჯერ აწყობილია მე და შემდეგ დაწუნინგებული არის რა ანუ რომ შეიძენ აღარ გიწევს ამის აწყობა ტუნინგი ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველაფერი არის ამისი ტუნინგი თან არ არის მარტივი პატარა დრონის გასწორება ეხლა ვიგეთყვით ეს მარტივად შანსი არ არის რომ გაასწორო და თან ესეთ კარგ გადასარევ სისტემაზე დგას რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს კი ხათა შორის 4-ს ისა აქ რა ქვია თავის ბაგები აქვს 20 ანუ როდესაც 4K-ზე გადმოყავს 1080-ზე არ მიცდია 4K-ზე რო გადმოყავს 4K-ი რო დაფრინავ ბიტრეიტი ეგრევე ვარდება 30-ზე ახლოში ასე რომ 4 შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ ძალიან კარგია, მაგრამ თავისი მინუსები აქვს, ბაგები აქვს რა, რომელსაც იმედია გაასწორებს DJ-ი, ან არ გაასწორებს. ბევრ საინტერესო რამეს ვიგებთ, ხედავ, მეც არ ვიცოდი ახლა რაც თქვა. ამიტომ O3 მაგამ მოშტო გამოცდილი სისტემა არის და დენის პრობლემა ხო არა? არა, დენის პრობლემა არ არის. ვიბაძია გაშვებული? ბაგია. ვიბაძია თუ 16 ვოლტზეა მიშვები? ვიბაძია არ გაშვებული პირდაპირ. ხო და ეგ აქ მოკლედ და თან შეგვიძლია ამ ვიდეოში ჩავახსოვოთ ის რომ შევადაროთ O3 სისტემა და O4 სისტემა. ვიდეო გამოსახულების ამბავში რა, ანუ როგორი არის ერთი და როგორი არის მეორე. რადგან ორი დრონი გვაქვს ერთზე, ერთი სისტემა აყენია, ერთზე მეორე სისტემა აყენია. ასევე შეგვიძლია შევადაროთ ისიც რომ O4 როგორ შეეჯიბრება O3-ს. არა, O3-ს არა. აი კამერას ახლა რითიც სუხო იღებს. სუხოს აქვს Action 4. Action 4. კიზახი ან ხმები რომ Action 4 და O4 მსგავსი კამერებია, მაგრამ ჩვენ ეს მეცნიერულად უნდა დავამტკიცოთ.
დიახ, ემპირიული დაკვირვებები. რეალობაში მე მაინც ვფიქრობ, რომ ექშენ კამერას უფრო უკეთესი ხარისხი აქვს და გამორიცხულია, რომ ეხა 4-ხმა ის შედეგი მოგცეს, რა შედეგსაც თუნდაც ეხა ეს ექშენ კამერა რითიც მე ვიღებ მაგას გაუთანაბრდეს. მაგრამ რა ვიცი, არაფერი არ არის გამორიცხული, შეიძლება იდენტური იყოს. ხო, ერთადერთი თემა ის არის, რომ აი ეს უბრალოდ ვიდეოების შეხედვით და YouTube-ით და ასე შემდეგ ძალიან რთულია, რომ შეიძლება განსხვავება საერთოდ ვერ შეამჩნიო, მაგრამ როდესაც უკვე პოსტში რა მასალასთან გაქვს საქმე შეხება, როცა ხელით ეხები და უკვე ფერებს რაღაცებს აკეთებ და ასწორებ, მანდ უფრო კარგად ჩანს ხოლმე მე რა როგორ რანაირად არის რა და რეალობაში მე პირადად რავი მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ასე უბრალოდ long range-ების ასაწყობად, ან თუ სიტყვაზე 7 ინჩიანზე საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ჯერ არ გადამიწყვეტია, შეიძლება 7-იანზე 4 ჩემთან ჩავაყენო და action კამერა საერთოდ აღარ გამოვიყენო რა. რომ თუმ რაღაცა უფრო ხარჯი შევამსუბუქო, რომ დაკარგვეს ხო არის, ნუ 7 ინჩიანის დაკარგვის საშუალება გვაქვს და ყოველთვის არის მაგის საშუალება, 7-იანი შეიძლება სადმე დაკარგო. ხო და მაგიტო უფრო ხარჯ შეამცირებდი, რომ action კამერა ზემოდან არ გედგებოდა. მაგრამ არ ვიცი, ეს უბრალოდ ვარაუდებია, რომელსაც ახლა ვაპარაკობ. ძალიან საყვარლობაა. უყურებთ თქვენ უკვე ჩანაწელს, რომელიც არის შავი მასალა, ეს რავს რო ეძახით, ეგა და შეგახედებთ კიდე უკვე სტაბილიზირებულ ვიდეო მასალას, რომელსაც ჩვენ აქ შათერი ისა გვაქვს, ხო? ავტოზაკას, ხო? ხო, სამწუხაროდ ND ფილტრი არ ადგას და შათერმა შეიძლება იგულაოს საკეთიკით. სინეუპის დათრევა ესეთი რაღაც დაითრიო ჯობია, იმიტომ რომ ამისი დაქრაშვა დაგიჯდება $3 პროპილერის გამოცდა მაქსიმუმ. სინეუპის დაქრაშვა სადღაც $15-20 გიჯდება რა თითო შეჯახება. ხო და ხარჯის თვალსაზრისით ვუპები უფრო ძვირი შესანახი ტიპები არიან რა. ვიდრე აი ხა ეს მაგალითად აქ რა დრო დაეჯახო მაქსიმუმ შენ პროპილერი დააზიანო რა და პროპილერის დაზიანება ეხა ისეთი ხუდაა რა სახარჯო მასალაა პროპილერი. ნაუც დაწერეთ თქვენი აზრებით, რამდენად მოგეწონათ. ხო, ეს არ არის ხა ფრისტაილისთვის, იდეაში კი შეუძლია. მიქნია და გამოზდის საკმაოდ კარგად. ფრისტაილით შეუძლია. ჩაუბრალოდ შეგიძლია მაგითაც გაერთო, მაგრამ ხუთიანის ეფექტს არ უნდა ელოდო რა. ხო, იმიტომ რომ პატარა არის, ისე ჯანი არა აქვს ხუთიანის როგორც აქვს და ხო, ახლა ლოგიკურია ვერც ექნება ახლა. ხო. ნახე და კარაქივით ხმა აქვს, სასიამოვნოა. მოვიდა? დაჯდა პაწუკა. მოვიდა. ფრენის დროს რაც შეეხება 6 წუთი ვიფრინე. რა თქმა უნდა, დოკ.com-ის აკუმულატორებით. 6 წუთი, საკმაოდ კარგია. სინემატიური ფრენით და, ჯაგაჯგური ფრენით
5 წუთი ბრენდ და რა ვიცი. თურმე დაინტერესებით მოვწერეთ. ხო, ლევანისისა მიწერეთ Instagram-ზე ან Facebook-ზე და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დაითრიოთ ლევან Edition-ი. ხო, იმიტომ რომ ისაა რა, ანუ კაი არის რა, ან ცუდი მართლა არ არის, თორე ხა, ანუ ხა ისე გამოვდის რა რეკლამას არ ვაკეთებთ, პროსტა პირდაპირ გეუბნებით რა, ტიპმა თავისთვის ააწყო და მე მიხვდა რომ ამდენი მართლა არ ჭირდება, იმიტომ რომ ეგონა რომ დაინტრევა და მე რო არ ვაწყო მეორეო, ბარემ მისაო და რამოდენიმე კრაშის მე მიხვდა რომ კარჩი ამოსული გააფუჭებ რა. ხო და რა თუნდა, მართლა რა თუ გინდა ამდენი არ მე 3 ცალი რა უბედურება არის. რამ გაგაგიჟა. ვიცი, მომეწონა პატარა. პაწოა, მომეწონა. კაი იყო. მოგეთ მეგობრებო, ეს იყო. შეძლებს და გვარად შეგახედეთ უკანა მხარე, ბექგრაუნდი, ბექსტეიჯი. ხო და თქვენიც წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ შეხვედრამდე.